დღევანდელ ვიდეოში გავიგებთ რამდენად კარგია ტემო და ღირს თუ არა საერთოდ აქედან გამოწერა. ვინც არის ტემო არის უდიდესი შოპინგ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, აქსესუარები და მანქანის ნაწილებიც კი. და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს ყველაფერი ძალიან იაფია. ამიტომ მე დღევანდელი ვიდეოსთვის გამოვიწერე სხვადასხვა კატეგორიის ნივთები, ესენია გაჯეტები, ტანსაცმელები, აქსესუარები და სხვადასხვა მრავალი წვრილმანი. კარგი, ახლა დავიწყოთ და განვიხილოთ ყველაფერი. აქ შეიძლება დაყოფილიყო თქვენი სასმელის რეკლამა და არ არის, მაგრამ თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ იყოს. კარგი, პირველი არის აი ეს smartwatch-ი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ფასი ზუსტად არ მახსოვს, მოკლედ ფასები არ მახსოვს არაფრის, იმიტომ ძალიან ბევრი ნივთი ამდენს ვერ დავიმახსოვდი ფიზიკურად, ამიტომაც ყველაფერს ამოვანათებ ეკრანზე. ეს არის რაღაც smartwatch-ი, რომელსაც ბრენდი არ აქვს, თავისთავად, იქონია, Anatel ქვია ბრენდს. Nice. შეფუთვა არის ძალიან მაგარი. აი, ძალიან სოლიდური შეფუთვა აქვს რა, უკან მთელი ინსტრუქციები და რავი 1000 რაღაცა აწერია და ძალიან საინტერესოა, ხო და გავხსნათ ეხლა და ვნახოთ რანაირია. მაინც გამოიყურება. მოყვა Type-C დამტენი. არა, Type-C არ არის, ხო არ გადავ. ნახეთ რა მაგარი დამტენი მოყვა. მაგნიტზეა. და ნუ ინსტრუქცია მოყვა, რომელიც ჩვენ არ გვაინტერესებს. უშუალოდ ამოვიღოთ ახლა საათი, რომელიც საკმაოდ ხაისხიანს გავს, მინდა აღნიშნო. რეზინის სამაჯური აქვს, რომელიც ნუ საკმაოდ გამძლე ჩანს. კიდე რაღაც დაბლა პულსის საზომს გავს, ეს არ ვიცი რა არის. და მოკლედ ჩავთვლით ახლა და გავიგებთ რა არის დეტალურად რა. კარგი, ჩაერთვით ჩვენი საათი. კარგი, აპლიკაცია აქვს, რომელიც უნდა გადმოვიწეროთ. მოდი გადმოვიწეროთ აპლიკაცია. აპლიკაცია არის Fit Cloud Pro. სანამ ახლა აპლიკაცია გადმოიწერს, ვიზუალურად შევაფასოთ საათი. შავ ფერშია, კიდე სხვა ფერებშიც იყო, მე მგონი ოქროს ფერის სახელით და რაღაც ასეთი. აქვს ფანარი, ფანარი აქვს. რაღაც სპორტ რეჟიმი აქვს, მოუდების გადამთვლელი და ჩართვის და გამოთვის ღელაკი. ისეთი არაფერი. აქ აქვს დასატენი, მოკლედ ასე მიადებ და მაგიმტოა დატენი. აპლიკაციას დავაკავშირე, მაგ პროცესს განახებთ, იქ ამოვანათებ. ძალიან საინტერესო ის აქვს, რა ქვია, მენიუ, მოკლედ საათების შესვლა შეგიძლია სავარაუდოდ, ხო და ახლა მე გავერკვევი როგორმე და მე განახებთ. ოკეი, მარცხნივ გადავუსმევ, შედის მენიუში, სადაც არის კონტაქტები, ტელეფონი, ხმის ასისტენტი აქვს, სავარჯიშო პროგრამაო, რაღაც workout რეკორდი, პულს გიზომავს, სისხლის წნევა, what the fuck? სისხლში ჟანგბადის შემცველობასაც და მე მაინტერესებს თვითონ ეს როგორ უნდა შევცვალო, ანუ საათის, ისო, დიდი ხანი დააჭერა, ნახეთ რამდენი ისინი აქვს. რა შემიძლია თქვა ამ საათზე? ძალიან მაგარი რამეა, ვინც სპორტით ხართ დაკავებული, ძალიან გამოგადგებათ. ასევე ზარების პასუხი და რაღაცას შეგიძლიათ და ნუ სავარაუდოდ იმისთვის არის, რომ ვარჯიშისას ტელეფონს ცოტა ხანი მოვიშვათ და რავი, თუ მოგწერეს, აქედან ვნახავ, თუ დაგირეკეს აქედან უპასუხებ და ერთი სიტყვით ძალიან კარგი რაღაცაა, გიხსოვთ, რავი, თუ ვინმეს გინდათ შეძენა, ყველა ნივთის ლინკი აღწერაში იქნება და რავი, შეძენა თუ გენდობა, შეგიძლიათ შეძენოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ მე მაქვს ჩემი პრომო კოდი, რომლის გამოყენების შემთხვევაში ტემოს ახალი მომხმარებლები მიიღებთ 300 ლარიან ვაუჩერს. ხოლო თუ აქამდე გამოგიწერია ტემოდან, მაშინ ჩემი პრომო კოდის გამოყენების შემთხვევაში უბრალოდ ძალიან მაგარ ფაზაკლებს მიიღებ შენთვის სასურველ პროდუქციაზე. კარგი, შემდეგი რაც მე ძალიან მაინტერესებდა, ეს არის კლავიატურა, რომელიც გამოიყურება ძალიან მაგრად, აქვს ძალიან მაგარი შეფუთვა, არის Majigi ქვია ბრენდს, what the fuck. მაინტერესებს როგორია და მოდი გავხსნა. Nice. ესეთი შეფუთვა მე ტემოს ნივთებში არ მინახავს არასოდეს. ძალიან ჩუმია. ნუ მემბრანამდე ჩუმი იქნება თქო, მაგრამ მაინც. კარგი, მოდი ახლა ამას შევაერთებ და განათება ვნახოთ როგორი აქვს. ოკეი. ვაუ. საკმაოდ მკვეთრი განათება აქვს. მაინტერესებს ერთ კონკრეტულ ფერზე თუ შეგიძლია დააყენო. კი, შეგიძლია. Nice, ხო არ გადაუ. და ეს კლავიატურა ღირდა ძალიან იაფი, მეგონი 50 ლარი თუ რაღაცას და ანუ ასეთი ფუნქციები ბევრ კლავიატურას არ აქვს. თვითონ კლავიატურა ძალიან კომპაქტურია, რბილია, ანუ საწერად რა. ხო, მოდი ქულები დაუწეროთ ამ ყველაფერს. ესე იგი, საათს უწერ 10-დან 10. ძალიან მაგარი საათია მართლა. კლავიატურას უწერ 10-დან 10, იმიტომ რომ თავის ფასში 50 ლარად, თან ახლა ფაზაკლებია და ჩემ კოდს თუ გამოიყენოთ, კიდევ უფრო მეტი ფაზაკლები გექნება და უფრო იაფად იყიდით ამ კლავიატურას და რა ვიცი. აი ესეთი ქუდია, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. მე მგონი ჩემი თავისთვის ცოტა პატარაა, მაგრამ მიხდება მეგობრებო. მე საკი არ მაქვს ახლა ვერ ხედავ და რავი, თქვენ თუ ფიქრობთ რომ მიხდება, დამწერთ კომენტარებში. ნუ რავი, ამ ქუდზე რა უნდა ვილაპარაკო ახლა, ესეთი ქუდია ჩვეულებრივი, საკმაოდ ლამაზი დიზაინი აქვს, ამას დავიფარებ ხოლმე და თბილიც არის, მართლა თბილია, რბილია, კომფორტულია. 10-დან 800. იმიტომ რომ ქუდია რა. კარგი, შემდეგი არის აი ეს ნივთი, რომელიც არის სამკაული და ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება რეალურად. იმიტომ ფოტოზე საკმაოდ საინტერესო ჩანდა რა. ესე იგი, სამკაულია, რომელსაც აქვს თვარის გამოსახულება შიგნით და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ასევე ცეპი მოყვა თავისი. ვიზუალურად მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგია. თვარე იგრძნობა, მაგრამ ნუ ეხა რო თქვა რაღაცა გადასარევია და რაღაცა არა. თუმცა მე მგონი 2 ლარი ღირდა. და 2 ლარად საკმაოდ ლამაზი რაღაცა, ვისაც ესეთი ნივთები მოგწონთ, სამკაულები და თან თვარე გიყვართ, შეგიძლიათ, ლამაზია ძალიან. კარგი, ამას დავუწერ 10-დან 800. ამასაც 10-დან 8 დავუწევთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სამკაულია. შემდეგი არის აი ეს ნივთი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ეს არის პულსის საზომი, რაღაც ეგეთი. ნუ შეფუთვაში ისეთი არაფერი, თვითონ ნივთი. ხო, გავიკეთებ ახლა ციცე და ვნახოთ რამდენად კარგად მუშაობს. ოკეი, რაღაცა ზომავს. 95-92-ზე, what the fuck? ნუ კარგი, ზუსტად არ ვიცი ხა ეს რა ზომავს, სავარაუდოდ პულსია, მაგრამ
ვინც იცით გამოგადგებათ მართლა. თან ეს ღირდა მე მგონი 10 ლარი თუ რაღაც ეგრე. თავის საქმეს ასრულებს რა ეხლა რაც აქვს თავის საქმე პულს ზომავს ასე რომ გამოიყენებთ. შემდეგი არის ყურსასმენია. 5 ლარი ღირდა. მე მუშაობს ვაფშე სათამაშო არ არის. ნახეთ. ჩაერთო. დაი ორივე სათაო თუ არ ჩართო როგორ ჩანს. მე მაინტერესებს ამას როგორი ხმა აქვს. არ ვიცი. ახლა მე ეს გავტესტე. ხო და ძალიან მაგარია. ანუ 5 ლარიანი ყურსასმენის ყვალობაზე არის ძალიან მაგარი. ბასები არ აქვს, თავისთავად არ ექნება. მაგრამ 5 ლარის ყვალობაზე არის ძალიან მაგარი. ამიტომ დავწერ 10-დანაც. ფასის შესაბამისია ხარისხი რა. თან ძალიან მალე აკლება პროცენტებაში, ძალიან მალე იტენება, მაგრამ შესაბამისად ძალიან მალე დაждდება. შემდეგი არის ისევ ქუდი, მაგრამ ამჯერად კეპკა კომპტონის არის, ნუ ვინც West Side უსმენთ. გეცვენებათ. ვიზუალურად ძალიან მომწონს, ხარისხით ნუ ჩვეულებრივი კეპკა ზუსტად იგივე რაც საქართველოში იყიდება, ასე რომ ვერაფერს ვერ თქვი, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. დიზაინი ძალიან კარგია, მომწონს, ამასაც დავწერ 10-დანაც, იმიტომ რომ მეც გამოვიტანებ ხოლმე. შემდეგი არის აი ეს ჟაკეტი, რომელიც რაღაც დიდი იმედები არ მაქვს, რომ კარგი იქნება და ხო, ძალიან სუდი ხარისხია. და რა საშიდენი სუნი აქვს. ძალიან სუდია. პატარაა ძალიან, მიჭერს. What the fuck? ეს რა არის? მაგრამ რა ცუდი პრინტი აქვს ეს რა არის? ძალიან ცუდი ხარისხია და თვითონ მოტკეცილია ძალიან რა, არა და მივთითე რომ ანუ ჩემი ტაიმისთვის ყოფილიყო, მაგრამ როგორ ჩანს არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს და ძალიან პატარაა. აი ამას დავუწერ 10-დან 5-ს, იმიტომ რომ რა ვიცი, ვინმეს თუ მოგწონთ მოტკეცილი ჟაკეტები და თან რავი ესეთი ნახატი მოგეწონებათ, შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ მე პირადად ესეთები არ მიძებს. შემდეგ გავხსნათ აი ეს ყუთი, რომელიც ძალიან შელახულია და საერთოდ არც ვიცი რა დევს. და ეს არის სათვალე. ეს სათვალე არის ძალიან საინტერესო, მინდა აღნიშნო. თითქოს ჩვეულებრივი სათვალეა მეგობრებო, რომელიც არ ვიცი მიხდება თუ არა კიდევ ერთხელ, მაგრამ ნუ მე გავიგებ ვიდეოს მე მიხდება თუ არა. ხო ჩვეულებრივი სათვალეა რეალურად, მაგრამ არა, ეს არის დასაკეცი სათვალე. ეს იკეცება. ეს ხო იკეცება და ასეც იკეცება. ანუ ოპ. აუ რა მაგარია. შეგიძლიათ ჯიბეს ჩაიდოთ და რავი, მე მზე რო ამოვა, მე გაიკეთოთ ხოლმე. დაწერთ კომენტარში მიხდება თუ არა. ამას დავუწერ მე 10-დან 7-ს, იმიტომ რომ ნუ ახლა რამდენად პრაქტიკული არ ვიცი, მაგრამ როგორც ასეთი, ფერები საკმაოდ ნორმალური აქვს რა, ნუ მზეს მოგიჩრდილავს წესით. და დანარჩენი ვიზუალი ახლა ალბათ სახეს ფორმაზეა დამოკიდებული. უბრალოდ ტრანსპორტირებას დავუწერ 10-დან 0-ს, იმიტომ რომ დაჭეჭელი ყუთით მოვიდა. კიდე კაი, ეს არ იყო დაზიანებული. შემდეგი არის აი ეს ძალიან ბევრი ბეჭედი, რომელიც ცუდად ჩამოვიდა. ფოტოზე ხატარო ყუთში იყო და ნუ ყუთში არ არის, რაღაც პარკშია. 20 სალი ბეჭედია. რაღაც ესეთი ფერადი არის, ოქროსფერი არის, ლურჯი არის, შავი. ყველანაირია მოკლედ, არ ვიცი. კაი, ნუ ბეჭედია რა, რავი რა ვთქვა, უიმე გამიჭიდა. ვაიმე. დემოს ბეჭედმა კი აღარ ჩემი თითი შეიჭირა. როგორც ჩემი ზომა არ იყო, ასე რომ ასეთ შეცდომას მე ვერთი აღარ დავუშვებ. ნუ ამას დავუწერ 10-დან 0-ს, იმიტომ რომ თითი მომძვრა კი ნაღამ. 10-დანაც უწერ, იმიტომ რომ ეს ასე ქვია. ბეჭდებია, რომელიც რა ვინმეს მოგიწოებათ, ეს გემონების საკითხი, ასე რომ ამას კონკრეტულ შეფასებას ვერ დავუწერ. შემდეგ იყოს ეს, რომელიც ძალიან მძიმეა და არ ვიცი რა არის. და ეს არის კარტი, რომელიც არის პლასმასის წესით, არიგით. მე ზოგადად კარტს არ ვთამაშობ. არც ერთი კარტის თამაში არ მიყვარს და არც ვიცი. მაგრამ ნუ რავი, ვინც თამაშობთ, ხო არ ხოდაო. რა მაგარი შეფუთვა აქვს, ნახეთ. ეს მე მგონი არიხევა თუ რაღაცე, ხო, ეს ამას ვერ გადახევ. ძალიან მაგარი პრინტი აქვს, ნახეთ. ამასაც 10-დანაც უწერ. მოკლედ დღეს ყველაფერს 10-დანაც დავუწერ თითქმის. ძალიან მაგარი შეფასებაა, მე მგონი წინ მიდის ტემო. შემდეგ არის ტელეფონის დასადები, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურება. კაი, всё, გასაგებია. აი ესე დგება. და ტელეფონის დადება შეგიძლიათ. ხო, რავი. ამაზე რა უნდა ვილაპარაკო, მართლა არ ვიცი, ანუ ტელეფონს დევ, ლარი ღირდა მგონი. ვისაც ჭამის დროს ტელეფონში რაღაცებს ყურება გიყვართ, მე როგორც ვიცი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შუა ქალაქს უყურებს ჭამის დროს, მაგარი რამეა. დადებთ ტელეფონზე, უყურებთ. ჭიქაზე შეგიძლიათ აღარ მიეყოლოთ ხოლმე. შემდეგი არის ასევე შელახული ყუთით. ეს არის წვერი საპარსი. რომელსაც აწერია პროფესიონალ, მაგრამ არ მგონი ეს პროფესიონალების იყოს. ხო და თავები მოყვა. პლასმასია. არაფერი განსაკუთრებული. დიდად არ მგონი რაღაც სასწაული იყოს. დამტენი მოყვა, ჩოთქი მოყვა გასაწმენდად და მე უფრო თავები მაინტერესებს. ახლა 4 ცალი თავი მოყვა. What the fuck? ძალიან ძლიერია, ხო არ გადავა. აბა ეს გავუკეთო. ოკეი, მუშაობს. ხო არ გადავა. ეს ღირდა 7 ლარი თუ სწორად მახსოვს. ამას დავწერ 10-დან 8-ს, იმიტომ რომ პლასმასია, მაგრამ როგორც თქვი საპარსი, მაგარი რამე. შემდეგი არის აი ეს, რომელიც ფორმით მივხვდი რაც არის. მაჯის სავარჯიშო, რომელიც ჩვენთან ღირს, რავი, 20 ლარამდე, როგორც ვიცი. ხო არ გადავა. დამთვლელი აქვს,
რა მაგარია? ეს დასადეგულებელი აქვს. რავი, წონის აშკარად კი 5 კილოდან 60 კილომდე შეგიძლიათ გამოიყენოთ და 10-დან 10 ამასაც მართლა. თან ჩემ კოდს თუ გამოიყენებთ, შეგახსენებთ კიდევ ფაზაკლავები გიქნებათ და შეიძლება რა 5 ლარიანი ნივთი 2 ლარადაც გამოიწევოთ. ეს არის შემდეგი ნივთი, რომელიც არც თუ ისე კარგი შეფუთვით არის, მაგრამ ნუ გავხსნათ. კი არა, გავგლიჯოთ. ეს ვიცი რაც არის. ეს არის ლამპა, რომელიც ხელთ უნდა აწყო. მე მგონი ამის აწყობას ახლა ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ხო უნდა გაჩვენოთ რანაირიას რომ ავაწყობ. ინსტრუქცია არ მოყვა? ის ინსტრუქცია არ მოყვა. როგორ უნდა ავაწყობა? კარგი, მოდი ჩემს ინტუიციას მივენდობი და ისე ავაწყობ. რაც ვნახე, ესე იგი თურმე ზე უნდა ავაცვა ეს. ავაცვი, მაგრამ ძალიან დამღლელი იყო მართლა. და ეხლა მოკლედ როგორც მივხვდი, აქ განათებები ზედ რა და ეს ყველა ყვავილი ამ განათებაზე უნდა მოვახვედრო, დავახვიო და როგორღაც ყვავილის დავღებს გავსო. ძლივ-ძლივობით ავაწყეს. ძალიან მახინჯობა გამოვიდა. აი წებო ეთყობა ყველგან და მოკლედ ერთ სიტყვით ძალიან დაგავიარა. მაგრამ რო ანთებ რაღაც პონჩი ლამაზია. просто ძალიან ბანძურად დავაწყე, შეიძლება ჩემშია პრობლემა, არ ვიცი. მადლობა ყველგანთვის, გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.